კაცებელი სიკვდილის პლანეტა. გამარჯობათ, მე გახლავართ კოსტა თქვენი მყოფებით. მაისკრინის არხზე, ჩემ არხზე მე განვიხილავ ფილმებისა და სერიალების სიახლეებს, ასე რომ თუ გიყვართ ფილმები და სერიალები, აუცილებლად გამომიწერეთ, დაალაიქეთ, დააშერეთ და ასე შემდეგ. მე კი გადავალ ფილმის მიმოხილვაზე. ეს არის 2025 წლის ფილმი, მისი მოძებნა უკვე ქართულ ენაზე შეგიძლიათ. ჟანრი არის ფანტასტიკა, ვინც იცნობს ამ ფრანშიზას უკვე როგორც კი მოგეხსენებათ, პრედატორის და ალieნის სამყარო გაერთიანებული არის და ისინი მოქმედებენ ერთ სამყაროში. ამიტომ ახალი ისტორია ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, ხოლო ვინც არ იცნობს ამ ფრანშიზის ფილმებს, მათთვისაც როგორც ცალკეულ აღებულ ფილმად ძალიან საინტერესო ფილმი იქნება თუ გიყვართ რა თქმა უნდა ფანტასტიკის ჟანრის ფილმები. სიუჟეტად შეეხება ჩვენი მთავარი გმირი მტაცებელი ასე რომ ვთქვათ, ყარის ყველაზე სუსტი თავის კლანში, ამის გამო მას მოუწევს თავის კლანში კონფლიქტი და მის ძალაუნებურად ის გაემართება სიკვდილის პლანეტაზე, რადგან მოკლას უკვდავი არსება და დაამტკიცოს თავის სიძლიერე. ფილმს ძალიან მაღალი შეფასება აქვს ტომატებზე, 86% აქვს კრიტიკოსებისგან, ხოლო 95% მაყურებლებისგან. რაც შეეხება IMDb-ზე, საშუალოზე მაღალი შეფასება აქვს, 7.7. მე კი გემშვიდობები, დიდი მადლობა რომ მიყურეთ. აუცილებლად არ დაგავიწყდეთ ჩემი გამოწერა და მომავალ შეხვედრამდე.